ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მიღებული გადაწყვეტილება და ქართული ოცნებისთვის მიცემული გონივრული ვადა მიუთითებს, რომ ევროკავშირს სხვა გზა არ აქვს და დათქმების არ შესრულების შემთხვევაში საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მოუწევს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს დაშინების კამპანიად აფასებენ. ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც გუშინ გავიგეთ მინისტერიალზე. მეორე, ეს არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი, რომელიც გუშინ გამოიგზავნა ევროკავშირის მხრიდან. არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი რა არის ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორად აღიქვან რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. შეუძლებელია ეს ორი ერთად. და ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც 10 წლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი დავიცვათ, იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის შეუთავსებელი ამ მომავალთან. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა ეს არის წინააღმდეგობა, არ თანამშრომლობა. მისი განცხადებიდან რეალურად ახალი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია, ეს ნაცნობი რიტორიკაა, რა თქმა უნდა, მუქარი შანტაჟის ზენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა მაგალითად პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას, თვითონ ატყობენ და თვითონ აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები, თავიანთივე დავალებით რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერები დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, იციან ამას რასაჯელი მოყვება და თავისი ფეხით მიდიან სახსჯელასრულების დაწესებულებაში. ბატონი ყაველაშვილის დადებული ის წინადადება, რომლითაც ის თავაზობს ამ რადიკალურ ლიდერებს, რომ მიმართონ მას შეწყალებით და იგი გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას, შეიწყალებს მათ, იქიდან გამომდინარე, რომ სასპეკულაციო ფიზიკურად არავის არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და აბსოლუტურად არავის არაფერი არ ქონდეს სალაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით.